ვინც აქციაზე დგას, ომი რომ იყოს, გაიქცევიან. ომი ყველაზე მეტად არ უნდა ჯარისკაცს. ჩვენ ყოველდღიურად რაღაც ჩვენი საქმიანობა გვაქვს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და ომზე და ომის საშინელებაზე შეიძლება დავფიქრდეთ ხოლმე რამდენჯერმე და ვიცით ეს რა არის, გააზრებული გვაქვს და ვიცით რომ არ გვინდა. კიდევ უფრო მეტად არ უნდა იმ ადამიანს, რომელიც ბევრს ფიქრობს ამაზე და ეხ ჯარისკაცს ვერავინ ვერ ეტყვის იმას, რომ შენ გეშინია და მაგიტო არ გინდა, ხო, ის ადამიანი თავის ნებით წავიდა ჯარში და ამ პროფესიის ადამიანია, თუმცა ყოველდღიურად ფიქრობს იმაზე, რა საშინელება შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერს. მე ის ადამიანები, რომელსაც რუსთაველზე ვხედავ, ჯარისკაცებად მიმაჩნია ამ ქვეყნის, რომელიც უკვე ამდენი დღეა უწყვეტად თავის ცხოვრება გადადეს გვერდზე და ყველა იმ შესაძლო გაგრძელებაზე ფიქრობენ, რაც შეიძლება მათ პროტესტს მოყვეს. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სამეგობროში თუ უფრო ფართო სივრცეში ჩვენ კონკრეტულ ქმედებებს რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მასშტაბით რა შეიძლება მოყვეს და ყველა საგარეო ფაქტორს ვითვალისწინებით, ანუ ხშირად აღქმა აქვთ ხოლმე ადამიანებს, რომ ის რომ მაგალითად აქ რაღაცა თავისუფლება მოხდება და რუსეთი შეიძლება შემოვიდეს, ესეთი ფაქტორი აქვთ ხოლმე ჩართული, ჩვენ შეიძლება ეს ვერ ვიფიქროთ, ხო? ანუ გაცილებით უფრო რადიკალური შეიძლება ყოფილიყო გამწარებული ადამიანები რუსთაველზე, რომელსაც წინა დღეებში დაძმები უცემეს, გაუსისხლიანეს, აგინეს, მერე ისე დააკავეს, რომ არ იცოდნენ სად იყვნენ და მეორე დღეს გამოდიხარ გამწარებული ადამიანი და კიდევ ვიღაცა მოდის, რომ კიდე შენ გცემოს. შეიძლება გაცილებით უფრო რადიკალურად მოქცეულიყავი, მაგრამ ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ იცი რა შეიძლება მოყვეს ომს, რა საშინელება არის ომი და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაინც ვარჩევდით და ვარჩევთ დღემდე ისეთ ცივილურ და დემოკრატიულ გზებს პროტესტისა,